კარგი ხარ. მოგესალმებით მეგობრებო, პირველ რიგში ჩვენ გავამწერებთ ყველას გიხდით ძალიან დიდ მადლობას მთელი ხარდაჭერისთვის, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის და ასე შემდეგ. რა ინტერესსაც იჩენთ ჩვენი არხის მიმართ და აქვე ყველას მოგიწოდებთ, რომ საინტერესო ვიდეოები რო შემოგთავაზოთ, გამოიწეროთ ჩვენი არხი, სულ უფრო საინტერესო კონტენტი წამოვა ნელ-ნელა. დღეს იმყოფებით ანონოსფერ აღმოჩენილ დიაგონალებზე. ეს ვიდეო იქნება რამდენიმე ეტაპიანი, ასე ვთქვათ, ანუ ეხა მოვედით, უნდა გავტესტოთ ამ დიაგონალზე პრადო, ნახოთ სტანდარტული პრადო როგორ ავა, მერე რაღაცა თუ არ მოგეწონება, ცოტას გავართულებთ კიდე ამ დიაგონალზე, მერე თუ რაღაცა არ მოგეწონება, კიდე გავართულებთ ამ დიაგონალს და ნახოთ მერე საბოლოო ვერსია რო გვექნება დიაგონალის. გავაკეთეთ პატარა ივენტს, სადაც დაუძახებთ ყველას, მოვლენ, გაერთობიან, შეამოწმებენ თავის მანქანის შესაძლებლობებს, ვნახავენ ჩვენ, მიიღებენ ჩვენგან სტიკერებს, მაისურებს და ასე შემდეგ. ეს უკვე შემდეგი ღონისძიების ამბავია. აქვე მინდა ყველას გაგახსენოთ, რომ თუ თქვენ გჭირდებათ საბურავი, რომელიც უნდა გამოიყენოთ უგზოობაზე და გინდათ ჯიპისთვის, ან მაღალი გამავლობის მანქანისთვის, ან კროსოვერისთვის, უნდა მოგმართოთ ჩვენ დამატებით 5%-იან ფასტაგრებას გთავაზობთ კომპანია ამბოლში არსებულ ნებისმიერ საბურავზე, რომელიც განკუთვნილია უგზოობისთვის. ძალიან კარგი ფასები გამოდის, მოგწერეთ, თქვენ ზომაზე მოგწერთ თქვენთვის კონკრეტულ ფასს და ნახავთ თქვენ თვითონ დარწმუნდებით ამ. კაი, მოდი ახლა ბევრი ვერ გაგრძელდეს. გადავიდეთ უკვე ტესტირებაზე, ვნახოთ პრადო რას წევს სტანდარტული ამ აღმართებზე და მერე შევხედოთ როგორ განვითარდება ჩვენი მომავალი ამ აღმართთან დაკავშირებით. ესეც პრადო. აბა წამოვიდეთ, გადავხედოთ. აქ იწყება პატარა დაღრმავება, სად არის? აქ მერე იქ და მერე იქით უფრო ცოტა იზრდება. აი, ნახოთ აბა. სადე? ზემოდან გადაგიღო თუ აქედან? აქედან, იქ просто მიკანახი არ იმოს. ხო, ჯერ მიდი იქამდე, ჯერ იქამდე თუ მიხადი. ახლა უფრო დიდი დიაგონალი. აი აქ Subaru-ა შენი საინტერესო. საჭე მეორე მხარეს. იქეთ საჭე. აქეთ წამო. ამოსვლა გინდა? ვერა მოხალ, ვერა. არა, უკან ის აგაკ. უკანასვლები გაშლილი გაქვს ბოლომდე და წინ აქ მოყვი იქ პატარა კედელს ითხრი და ინერცია უნდა. არა, ავტომატი არა. უკან ბოლომდე გაქვს გაშლილი, ნახე? აი. მე ვარ ჩემკენ აიგე ცოტა. აიგრე ჩადი. Всё, დადი ახლა რავი. აი სლები არ ყოფნის ჰაერშია წინა საბურავი. აი ნახე, აი აქ ბუქსაობდა და აქ. არ გამოვიდა. არ არის მარტივი. სხვა მანქანები თუ წადოთ ახლა აქ ამოსვლა. შესაძლებლად კარგი იქნება. ანუ ნახეთ ადგილი, სადაც არის პრადოს, ასე ვთქვათ, ლიმიტი. და ვეღარ მიდის მაგის იქით. ანუ ვეღარ მიდის სანამ არ ძალიან არ გაიმეტებ. ანუ მანდ ეხა წყნარი მისვლით. არ ვიცი, რაღაცა დააზიანებ ნამდვილად. რა ხაროხით ახლა? ხო, იგივე პრადოს ლიმიტი გაგებულია, რანგლერი ასწავს, ეგეც საინტერესოა, რა ჩარტო დაჭირდება, ბლოკირების დაჭირდება. შევხედავთ. წავედით. ვედით ანანოს აღმართზე. სხვათა შორის ძალიან კაი ჩელენჯის მოწყობა შეიძლება აქვს. ვინმე ხათხა 5 თუ გინდათ მანქანის მობძანდით. აგერა ნახეთ.
ახლა ვიდეოში ხო არ ჩანს, მაგრამ რომ მოხვალთ მე ახლოდან კაი ადგილია. ველოდები უამრავ კომენტარს როგორ აივლით აქ ფიტებით, Subaru-ებით, არ ვიცი რაღაც ნებისმიერი კომბინაციის მანქანით, რაღაცა შეშტით და ასე შემდეგ და მე ერთ დღეს გავაკეთებთ ჩელენჯის დღეს და დაგპატიჟებთ ყველას ვინც ფიტებით, Subaru-ებით, შეშტებით და რა ვიცი ეგეთი მანქანებით აქ ახვალთ რომ გადავიღოთ ერთ ჩვენს გვაინტერესებს როგორ ახვალთ, კაი სანახაობა იქნება. წავედით. აბა წავედით. თუ ამოვა ეხა აქ ქართლოსა ვანგლერით. თუ ეყოფა სულები წონა, კაია სულ წონა როა. ჯემი ავიდე და შევადაროთ მე ქართლოს ეხანდელი ამოსვლა და შემდეგ მარგეს სტოკი მანქანით ამოსვლას. ესეც ეგრე. მოთ ამოვიდეს. ნელა წამოდი სტაბილურად. სოიბარი გათიშე? კაი, ეგრე წადე თუ გინდა. ეხა არის ჩართული უბრალოდ დამადავლებელი გადაცემა, არც წინა ხიდის ბლოკი, არც უკანა და არც ეგრეთ წოდებული სოიბარი არის გათიშული. გათიშე მაინც? ისე წადე მე. არა, საინტერესო იყო ჯერ სოიბარით ვაფშე. კაი, მოკლედ გათიშეს სოიბარი და არტიკულაცია წინ გაეზარდა. ჩავისთვის კადრები, ხო ვამბობდი. ეხა კიდევ ერთხელ მოდის და წინ გათიშული აქვს, უბრალოდ ჩართული აქვს ეგ სოიბარი, ანუ შეზღუდულია სლებში. აგე? ანუ კაი დემონსტრაცია რა, ხელა სხვაობას აძლევს. ვიყავი? აი სლებს ხო ხედავთ? ეხა გაუთიშე და წამოდი. საკმაოდ დიდი სხვაობა აქვს. გათიშავს. გათიშავ და სლები მოემატება. ძალიან ნათელი მაგალითია თუ რამხელა სხვაობას აძლევს, ნახეთ. ანუ როგორ შეგრძნება? ძალიან კაი. მარტივი. მარტივია, აია. აი ეს სუბუქად ამოვიდა და რამხელა სხვაობა მისცა წინ სლებში. აი რაღაცაა. მეგობრებო, ამოვედით ანანოს სახელობის დიაგონალებზე, რომელიც უნდა გადმოვიფორმოთ ახლა ჩვენ. ესეთ მცირე იმას დაგვიდგავს ახლა აკო. ტრაფარეტი გავაკეთოთ. ტრაფარეტს დავაკრავთ ზედ ჩვენ ლოგოს და ანგებს ზიდანვე დაინახავთ. სტიკერები შენ გაქვს? სტიკერები ხო გაქვს? კი, ის YouTube-ის და იმის მე მაქვს. ეხლა მაგას დავაკრავს, მე YouTube-საც მივწყებ. ოღონდ პატარა გვაქვს ცოტა. არა უშავს დაინახავთ რა. ბევრს გადავაკრავთ. ტიგარს ხარი გაადიდოს. და ამოხვალთ ხოლმე და ვისაც გენდობათ, აგერ გატესტავთ მანქანებს. ტრაფარეტი გვაქვს, აღმართი გვაქვს. მოკლედ მეგობრებო. აკო დაარჭობს მანამდე და მე ხა 1-2 სიტყვას გეტყვით ამ აღმართთან დაკავშირებით. ანუ რამდენიმე მანქანა უკვე გავტესტეთ, ჯერ ვიდეო დაიდო მხოლოდ შორტები. ანუ გაიტესტა Prado, გაიტესტა Wrangler-ი, ქართლოსი, Rubicon JL-ი, დალიფტული. ეხა მოდის ნიკოლაუსა თავისი რანერით, ეგ უნდა გავტესტოთ. მე კიდე რამდენიმე მანქანა უნდა გავტესტოთ. ასევე ძველი Wrangler-ი უნდა ამოვიდეს წესით, თუ ამით მოგვაცალა. და მაგასაც გადავიღებთ ვინ როგორ ავა. და მე ერთიან ვიდეოში ჩავსვამ, სადაც ყველანი ნახავთ, რომელი მანქანა როგორ ადის და როგორი მნიშვნელობები აქვს დიაგონალებზე ხიდის ბლოკირებას, სვლებს, გაშლებს, ტრექშენს და ასე შემდეგ. ყველა ვიდეოში წერთ თან როგორ მოდის მანქანა. ხო აკო? კი. წავედით. წავედით. ესეც ნიკოლაუსა მოვიდა პირველი სხერპლი, რომელიც გატესტავს ამ აღმართს კიდე ერთხელ და გადავიღებთ ყველაფერს განახებთ როგორ და რანაირად ავა. კადრების ვიდეოებს ვიღებთ ახლა. ნიკოლაუსა ისეთი გაკრეჭილი მოვიდა ეს აკეთებდა. კი არის ახლა ეგრევე და შემოვაყენე. კაი. ახალ გამოდებული დიაგონალზე. აი შეხედე როგორ იგებს. მაგარია.
ო, ეს კედელი გავაკეთეთ, ეს ცოტა გავაკეთე არასიმეტრიულად და აი ცოტა მე მგონი გასწორებოდა. ეხლა წამო ნიკოლაუსა და შევხედოთ, აბა. ეხლა რა რეჟიმებით მოდის? მარგეიძახის. უკანა ბლოკი ჩართულია? მარტო ეიტრეკი. მე მაინტერესებს მარტო ეიტრეკი. ეხლა უკანა ბლოკს ჩართავს. კაი, ეს კვალები მჭირდება რომ ნახო სად არის მოდების წერტილები, რომ მე აი ამ მუშაკაცით მიხედო. კაი, ჯერ მარტო უკანა ბლოკით მოდის და მაგდროს რაღაცა სიჩქარემდე რამდენიმე მაილამდე მე მგონი წინა ტრექშენიც ეხმარება და მაღალ სიჩქარეზე ეთიშება და ეგრე არ გინდა არა. აბა ოდნავ მომენტი მიეცი, ოდნავ ჩადიდაბლა. და ოდნავ ინერციით წამოდი, ძალიან არა, აი ოდნავ. უი, ეს ქარხნული მანქანაა სულ ხო. აი ესენი ვარ გვექნა მომენტით მოდიოდა ნა. ოდნავ წამოდი ხო? იმან ჩააკლა. აკი ამონიშ. ეხლა ის მიცადე კროულით. ხო, მანქანა არის ფორანერის სრულიად სტოკი. აყენია მარტო დიდი ზომის, ერთი ზომის დიდი 33-იანი გუდრიჩის ატეები. დაკიდების სისტემა არის ქარხნული. ეხლა საინტერესოა ჩავრთოთ crawl control-ი Toyota-ის. თავის ეგრე ნელა არ ამგონი ამოვიდეს. ნახე. ვერა, აი ცოტა ინერცია უნდა რომ გადმოიტანოს. ეგრე აზრი არა აქვს მე მგონი. ეხლა უფრო მაღალი სიჩქარე დაგჭა? მაშინ უნდა ჩახვიდე და ოდნავ მაღალი სიჩქარით წადო. აქედან ვეღარ დაიძვრები. როკი ჩაურთე, როკი. ლუზ როკი არა, ბოლო როკი რაც არის. როკია ყველაზე მაქსიმალური ისა ჩართულობა. მარგე უკან მაგარი ხედებია. მე არ ვაჩენ. ხო, როკი რეჟიმშია, crawl control და სიჩქარე გაზარდა. აი ხედავთ. აი მას აზრი არა აქვს, აზრი აღარ აქვს. ანუ გაზი რას უნდა მიახმაროს? უკანა ბლოკს? კაი. ესე იგი კრაულით აღარ მოდის დადაბლება აქვს ჩართული და უკანა ხისტი ბლოკი აქვს ხითაშორისი ჩართული. და უნდა მომენტი თუ ამოვა. ანუ ძალიან უნდა დაარაზგონო, ხო? ხო, ნუ ეხლა თუ შემოახეთქე კი ამოხვალე ხა ეგრე. მაგაზე არ არის იდეაში ჩვენ ტესტები. იგი წინ კედელი გაუკეთეთ ისე რომ სიჩქარის დაარაზგონებით ეხლა თუ ძალიან არ შემოახეთქე მანქანა და რაღაცა ცხვირი არა აგდე იმაზე. ლუზროკით უნდა ცადო ნიკოლაუსამ და მან დააქვს საშუალება უფრო მეტი გაზი მიახმაროს. აი, ჩამო გადავrta.
ცოტა უკან ჩადი. ეს ტყუილა ამოთხარი აქ მაინც არ ჩადის საბურავის, სულ აღარ ყოფნის. ანუ ამას ეყუდება არა, მე აღარ აზრი არა აქვს. თუ არ ეს არა აქვს. აზრი არა აქვს. აი გზევით რაც გაუკეთა ამ ვიდეოში რო ნახავთ. ეგ ხო არ ეყო და ამიდანვე არ უნდა აიღოს სინერცი. რას გონი ვერ უნდა აიღო, ნუ აქ ეხლა აქ იმას აქ. ეხლა აქ უარესი გააფუჭა. ხო. მარგე მან დუყურება დიაგონალზე რა ხდება? არა, წირო მივა. წადი? აი მან. ეხლა დიაგონალი აიქიდა. ეხლა მაგარი დიაგონალი აიქიდა. ხო, მაგრამ მიდის მაინც. ეხლა ბლოკი აქვს ჩართული. ბლოკი აქვს ჩართული. არა, ბლოკი ეიტრეკია. აია. ეს დიაგონალში კიდეც ყველა აი. ეხლა ტრექშენის გარეშე. კაი. შოუ. კაია. ჩამო. მოვიდა კიდე ერთი მონაწილე. უკვე გართულებულ აღმართზე. კიდე უნდა ამოვიდეს კაპო თავისი 35-იან საბურავებზე მყოფი პატრულით. და ნახოთ რას იზავს. ეხლა იქ ნიკოლაუსო პატარა სამუშაოებს აკეთებს, უკან აღარ გამოვაჩენ. ანუ აქამდე გავტესტეთ პრადო, რომელიც ვერავიდა ოღონდ გაურთულებულზე, არ იყო გართულებული ჯერ. მანდვე ვერავიდა, ეხლა აქ საფთაზე არ აქვს. გავტესტეთ ნიკას რანერი, ყველანაირი მოვიდით, რომელიც გადაღებული გვაქვს და ნახოთ ვიდეოში და ვერავიდა, იმიტომ რომ გავართულეთ უკვე ეხლა გამართი და ძალიან გართულებულია. გავტესტეთ ქართულს მანქანა გაურთულებელზე. ავიდა, ხელახლა გადავტესტავთ გართულებულზე. აჰა. გართულების პროცესი მიდის. ხელახლა გადავტესტავთ ქართულს მანქანას გართულებულზე და მაკადრებსაც ჩავსვათ. ეხლა დაემატება დათუჩას ფრანგლერი, რომელიც კარგად არის მომზადებული, კაი დაკიდების სისტემა აქვს. 35-იან MT-ებზეა, უკანა ხიდის ბლოკირება აქვს. ნახოთ რას იზავს, ორკარიანია და მოვა კიდე კაპო. ალბათ ამ 5 მანქანის ან 6-ის კიდევ დავამატეთ რამე, მაგასაც ჩავსვათ ერთ ვიდეოში და დავდებთ. და ყველას ცალ-ცალკე აქვს თავისი ახსნა, ვინ, როგორ და რამდენად ადის. წავედით. მოვიდა დათუჩა TJ Wrangler-ი. მე თუ დაგაინტერესებს, დათუჩა ვალაპარაკოთ, რეები აქვს გაკეთებული, მასზე პირად არ ვიცი. მოკლება ესთვის დამითხრია. ხო. ეს ხმა იყო ეს ღრუტუნი ბლოკები. უკანა აწინა, ან ორივე. მე მოკლება ესთვის დავთხარე მგონი. იმენა ზუსტად ჩავიდა ყველგან. ნიკალა ესე ვერ ჩადიოდა. ზელი ბაზა. კაი სადემონსტრაციო ადგილია მოკლედ. ხო, აბა ეს არის საინტერესო. აბა რომ ვინც მოვიდა ყველა რო ავიდა რა ეხა. მოვიდა შემდეგი გამომცდელი და ყველას კუმირი ნისანი 35-იანებზე პატრული ტროპატრეპადორები ბლოკები სვლები 3-დან 2 ტურბოდიზელი ავტომატიკა არ ვიცი რა გითხრათ კიდე კაი დაანჩეს მე რომ ნახავთ ადგილზე გასწავს წამოვიდა ნისანი ARB-ს ორინჩენი დაკიდება აქვს როგორც მახსოვს თუ არა რა შენობა აქვს ბლოკების გარეშე
მეგონი ბევრი მოგვივიდა. აუ, გაბუჭეს მაი. ის ძალიან ამოთხარი. უკან მოგარ ჩასაყრელი ახლა. აი, უბლოკო. ახლა მაინც აგინდა ბლოკები დაძრა? კაპო, ჩადი უკან და ისე წამო, აი ხა აზრი არა აქვს. გატეხავ რაღაცას. ერთი გაზით ამოდი მოაჩერე. ბლოკ არა, წინ ძალიან დიდი ისენი გაქვს ახლა. რა ხედავს თუ ნამუშევარი მაქვს. არა. ინერცია გინდა თორე. ოდნა უკან ჩადი და იმაზე უნდა ამოიტანო თავი და ამოსული ხარ. აი ცოტა დაგაკდა. აჰა. საუკუსლით უფრო კარგად დადისო წონის პონჩი თუ რას ამბობს? ესეც ამოდა ხასუმა. ან ტოიოტებმა. ო, ცადო. ხო, უკან უფრო კარგად დადიხარ, ხო? ჰა? მან დარს ჩავა. აპო ნისანის ზომა. ეხა მოდის ნიკოლაუსსა. რა მოვდები აქ ჩართული არ ვიცი, სავარაუდოდ უკანა ბლოკს ჩართავს. იქ რავი, კროულით მოდის? მარგე კითხე აბა, რა მოვდით მოდის? ბიჭო. პროულით მოდის ნელი. კაი. არ ჩავიდეს შიტავს გააფუჭებს. ბიჭო, ცხირს ვერ ჩააყირავებს, ძელი ბაზაროა. არა, განას. აგე მუცელი დადო პროსტა. არა, დადო ზაშიტნიკი პროსტა. უკან არ ჩამოვარტყას ისა. არა, მიდი კაია ვიძე. ეხა კროულით ხარ? კროული არა, უფრო. ვა, წამოვიდა. ეხა უფრო გააქვს შანსი. ოდნა უკან ჩადი და გაზით დაარაზგონე რა ბლოკ ჩართულზე. უკან აი წადი. ეს ამან ისაქნა უშველა. წამო. დაუბრუნდით და ეხა იქ რაც გავგვიფუჭეს, იმას დავაბრუნებთ თავის ადგილზე და გავაგრძელებთ ჩვენ მოღვაწეობას. ერთი მანქანა უკვე აგერა, ეხა მეორე მანქანაც მოდის და ვნახოთ, არ ვიცი დღეს რა მანქანები შევიკრიბებით საბოლოო ჯამში. ვნახავთ, ქართულსაც უნდა აუშვათ ხელახლა, იმიტომ რომ წინაზე რო ავიდა, ეგის აღარაა რაც იყო, ქართულს არ დაილაპარაკო, შენ ხომ არ გაისმენო. აი, წავედით, დანჩეს ვიდეოში ვნახავთ უკვე. აი ეს მოვედით ახლა, საღამოს ჩაიკრიბეთ მანქანები და ეს ვიდეოში აღმართია და არ ჩანს. მაგრამ ესეთი დაბკოლებები გვაქვს შექმნილი ხელოვნურად. მოდის ქართლოსი ჯერ. კაი, მოდის დამონდებლებელი აქვს ჩართული. წინასწორებია გაცშული ჯოჯობით ეგ არის.
ხო, საბურავები დაშლისა დაბერილია ტრასის წნევებზე. ქართლოს ჩადი და ცოტა ინერციით წამოვიდე, ნახე რა სტაბილურად წამოხვალ. ხო, ნახე. ბლოკი არ ჩართო. წამოდი. ცოტა დაგაკდა. კარგი, ახლა ჩართო უკანა ბლოკს. თუ არ ჩართო. ეს დაფქულები ჩვენ არ გავუკეთეთ. მოდის უკანა ბლოკით ახლა. ჩაირთო? ხო, ჩავდო. ქართლოს კამფეტი ხარ. აი ქართლოსის მერე მოდის ბრონკო. საბურავები არც აქ არ დაშვებული, არც ქართლოსისგან და აი ორივე ბლოკს თავს და შეიძლება უთიშავ. ყველაფერი მაქსიმალური გზატყოფნა? საბურავი არა დაშვებული. ხო, ნუ საბურავი არც იქ იყო. ესე საკმაოდ მარტივად მოხდა. აჰა, რა მარტივად. საბურავი 35-ია, ხო? აი დიდი დიამეტრი ძალიან მუშაობს. 33-ს უფრო უჭირს ბევრად ეთყობა. მარგი იღებს ინტერვიუს, ესე იგი ეს მანქანაც არის. წამი შევხედო. ეს არის JK. სავარაუდოდ რუბიკონია, ორივე ბლოკიო მომესმა და. ორივე ბლოკით? მარგე. ორივე ბლოკი ჩართულია. და წინ? ძალიან მარტივად ამოვიდა. საბურავი არის? რამდენია? ოინდა 40-იანი ყოფილა. მარგი არ უნდა გეთქვა 40-იანი ტრებადოი რომ მოდიოდა. 40-ით რომ მოდიოდა არ უნდა გეთქვა? იქეთ საჩვენებელი ვიდეოებია. ის ანგლიელი მაგალითად არის 40-იან საბურავებზე, ტრებადორებზე და ნუ დიამეტრი რომ დიდია, ძალიან სხვანაირად დადის, ძალიან უმარტივდება დაბკოლების გადალახვა. ბლოკები არა აქვს ჩართული. კაი, 37-ებზეა, მარგან და უბლოკებოთ, მოდის ჯერღია ხიდებით. საინტერესოა, აი არ დაიწყება ახლა. თუ გინდა აქ შემოუვარე და აქ ისე ამოხვალ. აი, უკანა ხიდის ხიდთან შორის ბლოკირება აქ ხა ჩართული. ნუ ეს საბურავი ძალიან აგრესიულია, აქავრობას ძალიან გემრიელად გადაგვითხრის. კარგი ხარ. არა, ის უფრო მეტად ამომითხარა, კაია. რაც მე ვერ ვიმუშავე. ზაურ, მერე ჩაგირიცხავთ თხრისთვის. მაგას სწავლობ ამდენი ხანია. ესეც პრადო. ქარხნულ მდგომარეობაში ჩანს და ქარხნული ზომის საბურავებით. ნუ ალბათ უკანა ბლოკი. უკანა ბლოკია აქ? არა, ტრექშენია. ტრექშენით მოდის მაგა.
დავდოთ ის დადო. მაგრა დამოხვედი ყოჩა. ბოლოს შემეშალა გაზი თორე შეიძლება ახაც არა, ეხა იმენა ის რამით გაიჭედა თორე. აქამდე მაგრა დამოხვედი ყოჩო. არა, წინაზე აღარ აქვს ეხა. უკავნა ჩახვიდე. ის უკოსლით ჩასვლა ცოტა ნახე როგორი. საჭე ცოტა იქეთ აიგრე. კაია. და სწორად მიუყევი ეხა, მიყევი ეგრე, მიყევი. აქეთ საჭე, იქეთ საჭე. აიგრე ჩადი ეხა. საკმაოდ უსიამოვნოა შეგნან ესე უკოსლით სიარული. ესე კიდე არ ჩანს, მაგრამ ვისაც გამოსწილი გაქვთ მიხვდებით. აი აქ დადო რა, მოკლედ. ფიზიკურად არ იყო ეს. აი რა ემოციები იყო, ეხა გამორჩა ვიდეოს ჩართვა. ნახე, მოდის. ბიჭო, ეხა ამას საბურავების პატარა აქვს და აი ნახავთ, აბა. ჰა? ხო, აი ლენდზე ძალიან მუქარებია, რომ ძალიან კარგად ყველაზე ეფექტური ტრაქშენის სისტემა აქვს. აი გამოჩნდება ახლა. ნუ მართალია ბოჯერ გვინახია, რომ ძალიან კარგად მუშაობს. მაგაზე დაობა, სადაო ეგ არც არის და არც. მართლა ძალიან მაგრად მუშაობს ელექტრონული სისტემები. იყოს არ აქვს. ცოტა იქ არ ჩავალო იცახდა. აი აჯობა პრადოს. ჰა არ არის საჭირო ეს მონსტრები ხო ხედავ. აი გარიმე. გაიპარე, თორე გაი. მე იმას ხედავ რომ სამუშაო მაქვს. ამას გავხსნით კიდე. სამუშაო მაქვს. ვიყერია საფურავები. კაი რა ეხლა 31 მეტებიც არ არის. დამაგიერეთ ბლოგი არა გაქვს. შო, მე ხმას არ ვიგებ. ხო გადაგებულია. კი, მაგრად ამოხვედი. სამუშაო გვაქვს. დავაი, დაიწყე. დაიწყო და თხრა. რეპორტაჟის ჩაწე? დიახ. როგორი იყო აღმართი? ანუ შეგინდა გარედან ვიდეოში ხო არ ჩანს? ბოლოს დავინახე ცა და მივხვდი რომ ანუ შეგინდა ცოტა არ არის მარტივი შეგრძნებები. არა, მარტივი შეგრძნებები არ არის. ძალიან საკადრად გიყენია X ლიფტერი. Land Rover-ისთვის. ეს არავის არ უთხარი, ეს არის საქმე ხა იმაში extended mode-ში გადავიყვანე, რომ ძალიან მაღლა ავიდეს, ხო ხტები, რომ ზიარ აქვს, შეუძლია და გამოიყენე რატომაც ძალიან დაბალი მაქვს. ანუ 200 დაკოლება ისეთია, საინტერესოა. მარტივი, შენთვის მარტივი აღმოჩნდა. ტრექშენის ხარჯზე ამოვიდა, ეხა სუფთა, ხო ხტები, ანუ ორი თვალი ჰაერში, ორი ბუქსაობს, ერთი თვალი. მაგრამ ხო ამოხვედი, შეუძლია და ამოვიდა. კი. ძალიან დიდი მადლობა თქვენ გუნდს, მარგეს, ყველას, ესეთი კარგი და დიდებული საქმე თქვენ აკეთებთ. უნდა დავხვეწოთ რა. 10 წელი ამერიკაში ცხოვრობ, ეხლა ჩამოვიდა თქვენთან ერთად უნდა ვიარო. კი. გაიხარეთ, დიდი მადლობა. კარგი. ესე იგი, ეხლა უყურა. პრადო წეღან რომ ძალიან მაგრად წამოვიდა და ბოლომდე რომ ვერ ამოვიდა. კიდე უნდა ცადო. და ცოტა დააკდა მინდა გითხრათ. მგონი ახლა წამოვა. აი საკმაოდ. არა, მაგალაგაზი არა, ერთი აბაროტი დაუჭირა. ეგ მან გადაატარა და მე მიეცი გაზი. აჩი. ერთი აბაროტი გეჭირო. მოდი გაზირო, არა აჰა, წამოვიდა. ოჩა. აი, სარი ხახო დავიღო. დაიცვა სახელი, ხო? აია. დაკატაობ შენც. მიუში როგორც გინდა და შიში არ გაქვს რამეს დააზიანებ, ხო? ხარა. ბიჭო, უნდა რა მე უნდა კარგად. აი ეს
ძიმი არტილერია. როგორ ხრის ნახეთ ის აგრესიული საბურავი. მარგი რაღაც მაშოს ხილად იყავი არ დაგეცეს რომ მანქანაო. არა მივხედავთ. კაი, აქ მოკლედ მონახაზი გავაკეთეთ რა არის სიცოცხლე. ის დასაწყისი კაია. აი აქ არის ცოტა დავკვლევ მისამოწებული ისე რომ ინერცია დააკლდეს მანქანას სლების არ ქონის შემთხვევაში. აი ზაურად იღებს. აი აქ დავამატე. ზაუ რა სიტყვი ახლა? რა სიტყვი? კაია. ვინ მოდის ახლა ამოვა რანგლერი? ჯერ ამოვიდეს ტრეპადორები არ უნდა? ეხლა მოკლედ დავაკვირდები მანქანებს. იდეა არის რომ ინერცია დააკარგინოს, მაგ დავყოლები, მაგრამ თუ სლები არ ყოფნის და მოდი ხარ ჩქარა. ეხლა 40-იანი საბურავები. აქ რა ხდება? წინა ბლოკი დამიწევი. ო, წინა ბლოკის გარეშე იყო. მოდის Xterra. ეგრე აგრესიული მანერით მოდის. ой. ეს არის ხო кайხ, მა. რაღაცა შენი მხარე იყო დაზიანდა მოდის ინკრუიზერ 104 ძრავია რაც ისმის დარჩენი რა უკანა ბლოკი აქვს თუ არა არ ვიცი ხე გამოჩნდება აჰა უკანა ხედის ბლოკი არის მარტივად, მოკლედ მაგი გიზახს იქ, მაგრამ უკანა ხიდის ბლოკი აქვს, დამადავლებელი გადაცემა აქვს ჩართული და ხიდთა შორისი ცენტრალური ბლოკირება აქვს ჩართული. კაჩი. ეგრე არ ხოცხობს. არა. ზედმე დატვირთვები ახლა. ну აი საბურავის ზომა და ნახატის აგრესიულობა ძალიან ოპ. ძალიან ათლად ჩანს. და ну წონა შესაბამისად, რაც რომ სულკია მანქანა, საბურავი უფრო მეტად მუშაობს, ვიდრე ძველი მანქანაზე და. არა, ვაი. სათუთი ხალხი ვართ, ხო? შენი შეახლა ვარ მოუარო. ალბათ სათუთი ხალხი. არა. მაგ მომენტში გააჩერი, აზრი არა. ავიდაო და პროცესი შენთვის უკვე გამიდო. რა სასწაულისო.
გაძლო. ამოვიდა ყოჩახ. აი, ეხა მოდის ეს 35 მეტრზე იქნება. უკანა ხიდის ბლოკი არის. უკანა ხიდის ბლოკი და პანიკენია. ხო, დამადავლებელი უნდა ითქვა. მე მოლიცინებს. ხის მიწაზე გადავიდა მარგეჩხულს. ამოვიდა, აი ნახე. კარგია. შესაძლებელი გვაქვს რაღაცეები. ჩეროკი. უკანა ხიდის ბლოკი აქვს და დამადავლებელი მე მგონი ამათ არა აქვს, ხო? ახ, შენგროთ მოდის. სულ უკაც. არა, აქ უკვე ძალიან დავაღრმავე. ცოტა წეღან. ხო. ძალიან მოთხარე რა. წეღან ამოსული იყო, წეღანთან მდგომარეობით. არა, იქ. წეღან რა სიტუაციაც იყო, ამოსული იყო ჩვეულებრივად. ბატონო? არა, ეხლა მე ცოტა დავაღმართო, წეღან უკვე იტყედა და მდგომარეობით ასული ყავი ძალიან მარტივად. აი, ბაქედა, წადი და ახლა. არა, დებს რა უკვე იმას. გააფუჭეს რაღაც. მალადეც ამ ჩეროქს ძალიან კარგად მუშაობს ამის სისტემები და ეხლა უბრალოდ ცოტა ზედმეტი მოთხარა და უბრალოდ ფიზიკურად გეომეტრიული გამოლობა არ იყო მუცელი წინ დადო. თორე წეღან როგორც ამოდიოდნენ მანქანები იმ მდგომარეობით ძალიან მარტივად იყო ამოსული. სულ გიწონა ბევრს ნიშნავს მაინც. აი მოდის ლენდი კიდე. წინაზე კარგად ამოვიდა ძალიან, ეხლა უნდა ცადოს. არ მოასვენეს მოკლედ იქ. ადი, კიდე ადი, აქ რაღაცები რომ მითხარი, აბა ეხლა ადიო და ავალო. ამოვა, ეხლა ვნახოთ. აი ხა ესეთი ამოსვლა სულ სხვანაირია. აქ ძალიან მოისიკა ნახე, აი როგორ ეხმარება აქედან. ცოტა ტემპი უნდა და მოდის. ინერცია. არა, იქ ძალიან არის. ოიცა, საჭე ჩემ ხარეს აიღე. ეგრე წადი უკან, ჯერ უკან. აუ, კაი. ეხლა უკვე გართობის ეტაპი დაიწყო, იქ ხიდის გარეშეო, ბლოკის გარეშეო. გაგვისწორა ყველაფერი. კაი, მოკლედ ეხლა გადაწყვეტილებაზე ვარ. სად ამოვთხაროთ დამატებითი დაბრკოლება. მე მგონი აი აქ დავამატოთ. აგე მითხარ მოთხარა, ჩამოასწორა, სუის აღარ არის დაბრკოლება უკვე. რა სიტყვი? მუცელი მოვაცალოთ, და აი აქ გავაკეთოთ ეს. აიო. მაიცადე დაგიბრუნდებით. ეხლა ქართლსა მოვყავსო, გავტესტოთ, სად უწევს აქეთ. აქ აღარ არის მოსათხები. ეს რო წამოიღებს იქ ჩასასვლელი მაშინ დაიხმარება ვით გამოსვლა. ხო და მე მინდა აქ წინ უკან. ეხა უკანა სადაცაა, ეგ რო პროსტა გუბელი იყოს. არა, ქართლს ცოტა მინდა რომ წინ ამოხვიდე, აი აქ მოხვიდე. ან ინერციით წამო ცოტა. ოდნავ ინერციით რა ამოწიოს. აღარ გინდა ხოჩან ხეთრა პანდემია. აი აღარ გინდა. კაი, წადი ეხა.
და აი გააჩერე სადღაც. აი, კაკრა, სადაც ხრი იმის უკან უნდა აკრიშკის უნდა რა. ხო მაგას ვიძახდი მეც აი დიაგონალად ჩასაღმრავლებელი. აი, ძელი ყოფილა, რა მოგონა შეწყვეტილი. აი აქ გვინდა მოკლედ რა, აი აქ. ესე იგი ეს ქონდა. აი ეს დავამატეთ ახლა. ეს ორი იყო. ეს წამოვა ნენელა. აბა ნახოთ ახლა. აი მეხმარებიან. აი. ეს მიყარეთ. აჰა, მოდის ისევ ხა, აი რო გავაკეთეთ ერთი ამოთხრა კიდე დიაგონალისთვის ეს წერტილი დავამატეთ. ნუ ახლა ამისთვის სადაც არაფერი იქნება, წინა ბლოკი, უკანა ბლოკი 40-იანი ზონა საბურავი და მაგრამ ნუ საბურავი არ ჩაეტია იქ. უკან ჩაეტია საბურავი. ახლა მოდის ზაური ისე 37-იანი ექსტრემალური საბურავებით არის. ბლოკი ალბათ ჩართულია ხან არა, ეგეც ახლა არ მესმის ქილომეტრას ლაპარაკობენ. აქედან ხედავ ხოლმე. ეს დაინახავ. ო, კარგი ხარ. კაია ზაურ. ესენი მოკლედ ეს ჩვენი გზა, აი ეს ახალი დამატებული სიურპრიზი და მოდის ახლა ისევ ბრონკო 35-იანი ატე საბურავებია. ნუ ამას წინა ბლოკი აქვს, უკანა ბლოკი აქვს, ელექტრონული სისტემები აქვს. სრულიად დახუნძლულია ეგეთი ოფციებით და 35 არ არის ხა ძალიან პატარა საბურავი, უკვე ბევრად მარტივად დადის. აფკოლებების გადალა ხო უღადვილდება. დავაკვირდეთ აბა. ბლოკებია ხო ყველა ახლა? ხო, და ის ვეიბარის გათიშული. დაკატავს. განგემრიელე თამოვიდა. ჩვენი დღევანდელი ვიდეო უკვე დასასრულს უახლოვდება. მე მგონი საინტერესო აღმართი გამოგვივიდა. ის იმ მანქანებმა, რომლებმაც დღეს სცადეს და წინა დღეებში საინტერესო შედეგები დააფიქსირეს, ამის შედეგად საინტერესოდ მოდიფიცირება გავუკეთეთ ჩვენ ამ აღმართს და შემდეგი ვიდეო უკვე იქნება დიდი ღონისძიება, სადაც დავაპატიჟებთ ყველას და ნებისმიერი სურვილი შეძლებს ამ აღმართის ასვას და თავისი მანქანის შემოწმებას. დაელოდეთ დიდ ვიდეოს. აბადროებით.